გამარჯობათ, მე ვარ გიორგი, მინდა მოგიყვეთ ნამდვილი ამბავი. ანუ ერთი პიროვნება არის ბაბუა, რომელსაც ყავს შვილიშვილები, პატარა ბავშვები და უნდა ბავშვებისთვის პატივისცემა რაღაცა სიტყვის გამოხატვა და წავა და გაუხსნის ტკბილი ბადაგი აქვს ყურძნის წვენი შენახული და ალევიოს ბავშვებს დალიეთ ბაბუა ტკბილი წვენი არისო და დალევ ნახა და ეს სიამოვნებოთ ამ ბავშვებს ტკბილი წვენი არის დალიეს და გავა 1-2 დღე და ეს ბავშვები ეუბნებიან ბაბუა შენ რო ტკბილი წვენი დაგვალევიო იდი ერთი კიდე იმას ხენი თუ გააქო დაგვალევიო რა პრობლემა არის ბაბუა ახევო და წავა ახლა და ნახავს ახლა ერთ ბანკას და მეიტანს მაგრამ ეს ბანკა ახლა იყო გლახა შეხუფული ეტყო ალბათ რა ჰერი შეეპარა თუ რა ემართა არ ვიცი დაღვინებული ეს ბადაგი ალკოჰოლური ის აქვს ზემოქმედება ჩვეულებრივად და არც გუსინჯიან ბაბუას ესე ახლა რო გახსნა და ბავშვმა რო დალიეს 1-2 ჯიხა რაღაც დალიეს და რო უკვე შეთვრენ ეტყობა ხო და ჩეზინათ წამოწებო ხრის ძეში იქავე და ეს ბაბუა უყურეს ახლა ბავშვები რო წამերը რაღაცა ისივა ბავშვები რატო ძლიერი აღვიძებს ვერ გააღვიძეთ რა ხდება ბაბუა ეურაოს არაფერი ბაბუა ის ლოჭებიან ასე არაფერი უი თქვენ მოგიკვდათო ისე თქვენი ბაბუა ის ალბათ დახვინებული ის და გელევით უი თქვენ მოგიკვდათ თქვენი ბაბუა თქვენი და იწყებია თავის წყალი ბაბუა